მე ვიცავ სინთეზის პატიმარს ლუკა ჯაბუას. ერთ-ერთ დღეს მოკლედ დამიკავშირდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეგობარი იყო დაკავებული და ჭირდებოდა დახმარება. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე საერთოდ არც ვიცოდი სისხლით იყო დაკავებული თუ ადმინისტრაციულით. მაშინვე მივედით იღმის იზოლატორში და ეს პირველი დღე იყო, როდესაც 5 დეკემბერი იყო, როდესაც შევხვდი ლუკას, იქ გავიცანი. მახსოვს ძალიან დაბნეული გამოვიდა ჩემს შესახვედრად. საერთოდ ვერ ხვდებოდა თვითონაც რა ხდებოდა, რის გამო იყო დაკავებული. თემას ხვდებოდა, რომ ამ აქციებსა და საპროტესტო მის პოზიციას უკავშირდებოდა, თუმცა დეტალები არ იცოდა. დაკავებას ელოდებოდა. ვინაიდან შემდეგ, როდესაც საუბრობდით, მითხრა, რომ რამდენიმე დღით ადრე მას ურეკავდა გარკვეული ნომრიდან გარკვეული პიროვნება, რაღაც გარკვეული წინადადებებით, რომ ვითომ ვიღაცამ ტელეფონი დაკარგა და იბარებდნენ კონკრეტულ ადგილას, რომ იქ უნდა მისულიყო. ასევე ამჩნევდა, რომ სახლთან რაღაც კონკრეტული ერთი მანქანა ხშირად ხვდებოდა და შესაბამისად ქონდა ის განცდა ობიექტური, რომ მისი დაინტერესებული იყო გარკვეული სტრუქტურა. როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, ვნახე, რომ აბსოლუტურად არაფერი კონკრეტულად ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ არაფერი მტკიცებულება არ დევს საქმეში, გარდა ერთი ვიდეო ჩანაწერისა, რომელშიც ლუკა ჯაბუა ნამდვილად ჩანს და ეს არც ერთ ეტაპზე არ უარყვია დაცვის მხარის და თავად არც ლუკას, რომ რა თქმა უნდა ჩანს და რა თქმა უნდა საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა 29 ნოემბერს, თუმცა ამ ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს არავითარი დანაშაულებრივი ქმედება და მით უმეტეს არ ჩანს საქმის წერილობით მასალებში დაფიქსირებული ფრაზა, რომ ლუკა ჯაბუა პოლიციელების მიმართულებით ისვრის მძიმე საგანს. აი ეს მსგავსი ფაქტი ამ ჩანაწერში დაფიქსირებული არ არის. როდესაც დავიწყეთ ახკვეთი ღონისძიების განხილვა, ნებისმიერ სხვა საქმეზე შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა და როგორც ადვოკატმა, რომ კონკრეტულად ლუკა ჯაბუასთან მიმართებაში და მისი პიროვნების ქცევის ბრალის გათვალისწინებით, ის რომ არ ყოფილიყო რეზონანსული, გახმაურებული და პოლიტიკურად საინტერესო საქმე, ნებისმიერ სხვა საქმეში ლუკა ჯაბუას მიმართ ახკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნებოდა ნაკლებად მკაცრი ახკვეთი ღონისძიება, რბილად რომ ვთქვა და არა პატიმრობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიხედვით და წესების მიხედვით 18-დან 21 წლამდე პირებზეც ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მათი საუკეთესო ინტერესებისთვის. და თუ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ სახელმწიფომ, რომ 20 წლის სტუდენტი საუკეთესო ინტერესების კრიტერიუმების გათვალისწინებით იყოს შეფასებული სასამართლოს მხრიდან. თუმცა ყველა ჯერზე ვაწყდებოდით აი ამ უსამართლობას, საკმაოდ რთულია ამასთან გამკლავება, მაგრამ ეხა არის აქ მეორე ფაქტორი, როგორ გადარჩები აი ამ უსამართლობაში, ანუ რა გაძლევს мотиваციას, რომ მეორე დღეს პროცესი კიდევ მიხვიდე. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ мотиваციის მომცემი არის თავად ბრალდებული ლუკა და მისი ოჯახი და საზოგადოება. გამოდიხარ პროცესიდან და თითქოს გავიწყდება როგორი წინააღმდეგობა და რა მდგომარეობაში, რა რთულ მდგომარეობაში იყავი რამდენიმე წუთის წინ პროცესზე, როდესაც ხვდება უბრალოდ ოჯახის წევრი და გეკითხება აი რა მოხდა და ან მომავალში რა იქნება, ან რა უნდა გავაკეთოთ. და შენ ამ დროს ფიქრიც კი არ არის აქ, რომ შენ თქვა, რომ იცით რა, მე აღარ შემიძლია აქ. აზრი არ აქვს ამ სასამართლო ამ პროცესებზე რაიმეს გაკეთებას და მოდი მე ამ ყველაფერს თავს დავანებებ. წარმოუდგენელია რომ ეს გააკეთო, იმიტომ რომ იმხელა ძალა არის ამ ადამიანებისთვის შენი გვერდში დგომა და თუნდაც ლუკასთვის, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტორი, რომ მე მისი სახელით ვისაუბრო პროცესებზე, აი ეს არის თავიდან ბოლომდე ძალა და мотиваცია, რომ ადამიანისთვის თუნდაც რაღაცა მინიმალური სასიკეთო
თქვა ან გააკეთო. არა ბატონ დავით. ძალიან ხო და ამასულებინო. ბატონო მოსამართლე. ეს არ გამოვა. შეკითხვა ამის ვახტე არ გამასულებინო. და გვიპასუხოს, ანუ არ უნდა ზედმეტი ახსნა, დროსაც დავზოგავ კოლეგებისთვის, ძალიან მარტივად ვითხოვ პასუხს. აი, ამ ვიდეოში მე მართლა ვერ ვხედავ და ობიექტურობისთვის მეც მაინტერესებს ბატონ დავით, საიდან ჩანს რომ ეს ობიექტი მიემართება სამართალ დამცავებისკენ. წარმოიდგინეთ, ლუკა იყო 20 წლის, როდესაც დააკავეს და 20 წლის ასაკში ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია გადალახო და გაუმკლავდი იმ მოვლენებს, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა ქვია, დაკავება ქვია, პატიმრობა ქვია, ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი ეს ყველაფერი. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ შეხვედრაზე არ გამოუხატავს არასდროს, რომ მისთვის რაიმე მძიმე ხდებოდა აი ამ ყველაფრით. და პირველივე თვეებიდან დაგეგმილი ჰქონდა, რაც სხვათა შორის ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის მარტივი მოსასმენი არ იყო ხოლმე, როცა მეუბნებოდა, რომ აი დრო მომისჭიან ესა და ეს გეგმები მაქვს და მე სულ ვეუბნებოდი, რომ ჯერ ადრეა, ჯერ არ გინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ ანუ ამ თემის თქმა მინდა, რომ ძალიან რეალისტურად უყურებდა ხოლმე მიმდინარე მოვლენებს. აგრძელებს სწავლას და ეხლა ვაგვარებს სწორედ ამასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს უნივერსიტეტს აგრეთვე მადლობა, რომელმაც სტატუსი აღუდგინა და ეხლაც მათთან კომუნიკაციით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შევიწრებულ ვადებში პენიტენციურ დაწესებულებასთან და პენიტენციურ სამსახურთან მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ სწავლა გააგრძელოს. აი დღესაც ეხლა ლუკასთან ვიყავი და ლუკასგან მოვდივარ, ყოველდღიურად ვხედავ მასში мотиваციას, ბრძოლას და ბრძოლის სურვილს სამომავლოდ, რომ რაღაც შეიცვალოს და ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს უკეთესობისკენ. ადამიანი, რომელიც დაკავებული და პატიმრობაში ხარ იმის გამო, რომ შენს გულწრფელ სამოქალაქო პროტესტს გამოხატავ, რის უფლებასაც გაძლევს შენ კონსტიტუცია და აბსოლუტურად ყველა სამოქალაქო აქტი. შესაბამისად, ამის გამო, რომ შენ სახელმწიფო რეპრესიულად გექცევა და პატიმრობაში და ციხეში გამყოფებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მხარდაჭერის არსებობას და პატიმრებმა ეს ყველაფერი დაინახეს და ძალიან დიდი მადლობა ასევე ლუკას სახელითაც. ეს არ იყო მხოლოდ ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე ან ანდრო ჭიჭინაძის ან ნონისე ცხადაძის, არამედ ეს იყო ზოგადად პროტესტის წინააღმდეგ არსებული საქმე და შესაბამისად, ალბათ ლოგიკურიც არის, რომ საზოგადოების მხრიდან ამხელა დაინტერესება იყო. წინასწარ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იყო იმის დაშვებაც, რომ სასამართლო არ წავიდოდა გამართლებაზე პიროვნებების მიერ, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დანარჩენი საზოგადოებისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, როგორ შეიძლებოდა, რომ პროტესტი არ ყოფილიყო გამოხატული საზოგადოების დანარჩენი წევრების მიერ, სამომავლოდ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, როდესაც ცალკეულად ვესაუბრებოდით, მამები, მეუღლეები, შვილები იყვნენ, ხო, დაკავებულები და ძალიან რთული იყო თითოეული მათგანისთვის, მათი ყურება შორიდან ძალიან რთული იყო, როდესაც ლუკას დაბადების დღე ქონდა და მილოცვის საშუალება არ ქონდათ დედას და მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ბადრაგისთვის უნდა გეთხოვა, რომ იქნებ დაბადების დღე მივულოცო ან რაღაც მისალოცი ბარათი, რომელიც გამზადებული მაქვს, შორიდან ბაჩვენო და ამის საშუალებაც კი უნდა გეთხოვა და ძალიან ნაკლებად გეძლეოდა პროცესზე. მე ჩემი დასკვნითი სიტყვა ამ სიტყვებით დავიწყე, რომ ძალიან საამაყო იყო ჩემთვის ამ 9 თვის განმავლობაში ლუკა ჯაბუას გვერდით და დანარჩენი პატიმრების გვერდით ყოფნა და ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მომიცა შესაძლებლობა რომ აი ამ ბრძოლაში ჩემი წვლილი ლუკასთან ერთად შემეტანა და ჩვენი სამოქალაქო პოზიცია თუ ვალდებულებები დაგვიფიქსირებინა და გაგვეჟღერებინა. განაჩენის დღეზე ჩემთვის ცოტა ორმაგად რთულია საუბარი, ვინაიდან ორში სამსახურებრივი გარემოებიდან გამომდინარე მივფრინავდი ქვეყნიდან და ძალიან დაძაბული ვიყავი მანამდე, როდის ჩაინიშნებოდა ეს ბოლოს ხდომა და აღმოჩნდა, რომ ბოლოს ხდომა უნდა ჩაინიშნულიყო 3 სექტემბერს. წინა დღეს 2 სექტემბერს გამოცხადდა ჩვენს პარალელურად მიმდინარეობდა ანალოგიური 8 პირიანი საქმე, როგორც იცით.
და წინა დღეს, როდესაც იმ საქმეზე ცხადდებოდა განაჩენი, იმ საქმის განაჩენსაც დავესწარი და იქ, როდესაც ვნახეთ რა განაჩენიც იყო, 95% უკვე ჩვენთვის ფაქტიურად წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი საქმის განაჩენიც. ამდენად ასევე ესეც კი არ ყოფილა მოულოდნელობა და 3 სექტემბერს უკვე უმეტესწილად ვიცოდით წინასწარ უკვე რა გადაწყვეტილებას დადგებოდა. შემდეგ ლუკას, როდესაც შევხვდი, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველივე რაც გავაკეთე, ლუკასთან შევედი და წინა დღეს, წინა ბოლო შეხვედრაზე შეთანხმებულები ასე ვიყავით, რომ ან გარეთ უნდა მენახა, როცა ჩამოვიდოდი, ან ისევ აქ მომიწევდა ხილვა, მაგრამ ლუკა ისევ ისეთი დამხვდა პირდაპირ კეთყვით. არაფერი არ ეტყობოდა, რომ მანამდე როცა ვნახე ბრალდებული სტატუსი ქონდა და ახლა უკვე მსჯავრდებული იყო. მის არც ქცევაში, არც საუბარში, არც დამოკიდებულებაში ოდნავი ცვლილებაც კი არ ყოფილა. აუცილებლად ადგინდება ამ საქმეზე ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება იქნება ერთადერთი ბრალდებულების სასარგებლო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ ლუკა ჯაბუა ისეთივე უდანაშაულოა, როგორც აი ახლა მივძივარ თქვენს წინაშე და ვიცი რომ 5 წუთის წინ არაფერი კანონდარღვევა არ ჩამიდენია.